აბას არაღჩის შორი გზის გავლა მოუხდა, რათა ისრაელთან ომში გამოსავლის მოკლე გზა იპოვოს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში ევროპელ კოლეგებს ხვდება. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები თეირანისთვის ამჟამად ნეიტრალურ მხარეებად გამოიყურებიან, რადგან კონფლიქტის დეესკალაციის საქმეში ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუბარი ირანის ხელმძღვანელობას არ სურს. მიზეზი ნათელია. ამერიკა და ისრაელი ძლიერი კავშირია. ამ სიტუაციაში, როდესაც სიონისტური რეჟიმი აგრძელებს ჩვენზე თავდასხმას, ჩვენ არ ვისწრაფვით არავისთან მოლაპარაკებისკენ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი შეერაღებული ძალების მამაცმა წინააღმდეგობამ აჩვენა თუ რამდენად მცდარია ისრაელის შეხედულება, რომ დარტყმები ირანელ ხალხს კაპიტულაციისკენ უბიძგებს. ჯერა რომ ამ წინააღმდეგობის შედეგად ქვეყნები ეტაპობრივად დისტანცირდებიან იმ აგრესიისგან, რომელსაც ეს რეჟიმი ახორციელებს. ამ ომის დასრულებისკენ მიმართული მოწოდებები უკვე ისმის და მხოლოდ გაძლიერდება. მოწოდებები მართლაც ისმის, თუმცა ზუსტად ისეთი არა, როგორცაც ირანი ისურვებდა. ევროპელები მზად არიან ქვეყანას კონფლიქტის დიპლომატიურ გადაჭრაში დაეხმარონ, თუმცა ამისათვის კონკრეტული მოთხოვნებიც აქვთ. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, იმისათვის, რომ ირანისთვის ევროპამ ძალისხმევა გასწიოს, 4 პირობაა დასაკმაყოფილებელი. პირველი, ირანში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მუშაობის აღდგენაა თეირანის მხრიდან ურანის ნულოვანი გამდიდრების პირობებში. მეორე, ირანის ბალისტიკურ რაკეტებზე კონტროლის დაწესებაა. მესამე, თეირანის მხრიდან რეგიონის ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებაზე უარის თქმაა. მეოთხე კი პატიმრობიდან იმ უცხოეთის მოქალაქეების გათავისუფლებაა, რომლებიც ამ დრომდე ირანულ ციხეებში იმყოფებიან. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპული დიპლომატია სამხედრო დაძაბულობის შემცირებაში ჩაერთოს. ირანმა უნდა აჩვენოს, რომ მზადაა შეუერთდეს მოლაპარაკებათა პლატფორმას, რომელსაც მისთვის ვაწყობთ. ბირთვული შეიარაღების მქონე ირანიდან მომდინარე საფრთხე რეალური რისკია. ამიტომ პრიორიტეტი კვლავ უნდა გახდეს მოლაპარაკებები, მათ შორის ბირთვულ საკითხებზე, რათა წინ წავიწიოთ ურანის ნულოვანი გამდიდრებისა თუ ბალისტიკური შეზღუდვების დაწესების პროცესში, რათა შევზღუდოთ ირანის ქმედებები და შესაძლებლობები. ეს ეხება მათი მხრიდან ტერორისტებისა და დესტაბილიზაციის დაფინანსებას რეგიონში. ისრაელის უსაფრთხოება ჩვენთვის სტრატეგიული საკითხია. მე ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის საშუალება მექნება და სწორედ კონფლიქტის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტას გავუწევ ადვოკატირებას. დიპლომატიური გადაწყვეტის ალტერნატივა სამხედრო გზაა, რაც ისრაელსა და ირანს შორის უკვე დაწყებულია და შეიძლება გაფართოვდეს კიდეც. ეს საკმაოდ რეალისტური პერსპექტივაა, მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშების ფონზე ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო კონტინგენტის მობილიზება მოახდინა და ღია სიგნალი გაუშვა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ომში ჩაერთოს კიდეც. ან შესაძლოა არც. დონალდ ტრამპის ბოლო ჟესტი დამატებით ორკვირიანი ვადაა ირანისთვის, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტს, ერთვება თუ არ ერთვება ახლო აღმოსავლეთის ახალ ფრონტში. მაქვს შეტყობინება პირდაპირ პრეზიდენტისგან და წაგიკითხავთ ციტატას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არის რეალური შანსი მოლაპარაკებების, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა ირანთან შედგეს ან არ შედგეს, კონფლიქტში ჩართვაზე გადაწყვეტილებას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მივიღებ. ესაა ციტატა თქვენთვის პირდაპირ პრეზიდენტისგან. ირანს აქვს ყველაფერი, რომ მიაღწიოს ბირთვულ შეიარაღებას. ამას მხოლოდ სულიერი ლიდერის გადაწყვეტილება სჭირდება. ბირთვული იარაღის შემუშავებას რამდენიმე კვირა აშორებთ, რაც ეგზისტენციალური საფრთხეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა რუსეთი, რომელიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანს ბირთვული შეიარაღება ვერ ექნება. ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, ბირთვული შეიარაღების შესახებ თავის მიზნებს ის ვერ მიაღწევს. დიპლომატიური ფრონტის მიღმა დაძაბულია ვითარება სამხედრო ფრონტზეც. ადამიანის უფლებების დაცვითი ორგანიზაციების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ბოლო 7 დღეში 657 ირანელი ემსხვერპლა. ისრაელში კი ირანის შეტევების შემდეგ 24 ადამიანი დაიღუპა. თელ-ავივის თქმით, მათი სამიზნე მხოლოდ ბირთვული ობიექტებია. თეირანის თქმით კი მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა. დღეს სახალმა კიდევ ერთი დარტყმა ქალაქ არაქიზე განახორციელა, სადაც ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ მედიაში უკვე რადიაციის რისკებზეც კი წერენ. დილიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა ირანმაც. ბოლო განგაშის სიგნალს ისრაელის ცაზე 25 ირანული რაკეტა მოჰყვა. სამიზნე ქალაქი ხაიფა, თელ-ავივი და იერუსალიმია, ასევე ქალაქი ბეერშევაც, სადაც გუშინდელმა დარტყმამ საავადმყოფო დააზიანა. ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა.
ჩვენ გამიზნული გვაქვს მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, გავანადგუროთ მათი ბირთვული ინფრასტრუქტურა. ჩვენ ეს შეგვიძლია, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება ჩაერთოს ან არ ჩაერთოს ომში, პირადად მისი გადაწყვეტილებაა. ის გააკეთებს იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა კარგი. ჩვენ კი იმას, რაც ჩვენს ინტერესშია. რას ეყრდნობოდა ჰამასი ან ჰეზბოლა, ირანს და თუ ჩვენ მათ შევასუსტებთ, ჩვენ გავანადგურებთ მათი მხრიდან საფრთხის შესაძლებლობას მომავალში. ომის მეორე დღეს მე ვთქვი, რომ ჩვენ ვცვლიდით ახლო აღმოსავლეთის სახეს. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვცვლით მსოფლიოს სახეს. ჟენევაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგები მალე გახდება ცნობილი. მის დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა ფორუმზეც გამოვიდა, სადაც ისრაელის ოპერაციას შემართული ლომი არაპროვოცირებული აგრესია უწოდა და ისრაელის მთავრობა კაცრად გააკრიტიკა. Israel aggression on Iran cannot and must not be justified by any legal